არჩილ მუსელიანცის საქმეზე, სადაც დღეს სახელმწიფო ბრალდებას ორი მოწმე ჰყავდა მოყვანილი დასაკითხად, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პირველ რიგში პრობლემა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხმა არ ისმოდა დარბაზში, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოთქვა პროტესტი დარბაზში მსხდომა რამდენიმე მხარდამჭერმა არჩილ მუსელიანცის იმ ადამიანებმა, რომელიც დღეს ამ სასამართლო პროცესის მოსასმენად მოვიდნენ, მოსამართლეს მიმართეს მათ შორის, რომ რაიმენაირად ეს ტექნიკური ხარვეზი აღმოეპყრათ, თუმცა მოხდა ისე, რომ მოსამართლემ ამ ადამიანებს დარბაზის ატოვებისკენ მოუწოდა, პრაქტიკულად სხდომა დახურა. მედიის წარმომადგენლებაც დატოვეს სხდომა და აი ამ მომენტში უკვე სწორედ ანი ხუბეჭაშვილს პროკურორს, რომელიც მათე დევიძის საქმის პროკურორიც იყო, დარბაზში მყოფებმა მონაეძახეს. გამომდინარე იქიდან, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა მანდატურის სამსახურმა საზოგადოებას, რომელიც დღეს არჩილ მუსელიანცის პროცესზე იყო მოსული, სასამართლოს შენობას სრულად დაატოვებინა. ბატონო მოსამართლე, მედიას არ ესმის და თუ შეიძლება მიკროფონი მაინც დავდოთ არ. გავიგე, მადლობა. მონები ისე. აი გაიყვანეთ ის რა გაიყვანეთ მე რა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს გიორგი ახობაძის პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის სასამართლოს სხდომაც. პროცესზე ამ წუთებში პირველი მოწმე ბიოლოგიური ექსპერტი იკითხება. ის არის სამხარაულის ბიუროდან დღეს მოსული და სწორედ ამ ექსპერტმა ქალბატონმა ჩაატარა კვლევა იმ პაკეტებზე, რომელიც გამოძიების ვერსიით გიორგი ახობაძის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს და რომელშიც თავის მხრივ დალუქული იყო ნარკოტიკული საშუალება. დღეს გიორგი ახობაძეს ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა ამ ექსპერტთან, ასევე კითხვები ჰქონდათ ადვოკატებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლებოდა ბიოლოგიური მასალა აღმოჩენილიყო მათ შორის არა კონკრეტულად ფიზიკური კონტაქტით გიორგი ახობაძის მხრიდან, არამედ უკვე გიორგი ახობაძისგან აღებული ბიოლოგიური მასალა დაეტანათ ხელოვნურად აღნიშნულ პაკეტებზე. ყველა ის კითხვა, რომელიც ამ შინაარსს მიემართებოდა და რომელიც საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უპასუხოდ დარჩა გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორი ყველა აღნიშნული კითხვის განრიდებას ითხოვდა, ამბობდა, რომ ეს კითხვა არ იყო საქმესთან კავშირში და იმ კვლევასთან კავშირში, რომელიც კონკრეტულმა ექსპერტმა ჩაატარა, ამ შუამდგომლობებს უკმაყოფილებდა მას მოსამართლე, ამიტომ რამდენჯერმე სიტუაცია სასამართლო დარბაზში დაიძაბა. თქვენ რომ გამორიცხოთ, რომ შესაძლებელია ამ ერთზე არ იყოს, ან ამ ორზე არ იყოს მეორე ეწებოვანენზე. ამიტომ კეთება საერთო, რომ გაკეთდეს საერთო ანალიზი და საფრთხელი არ არის ბიომასალაზე, დიახ. და თავი რომ დაიწვიოს, ან შეცდომი რომ გაცხადოს. ოდიშია ეს თქვა, მე საერთოდ ვერ ვარ, თქვენ რა ხედავთ, რომ არ იყოს, თუ საკმარისი არ იყოს ეს სამე? როგორია, ესა დნმ-ის აგებულება, იცი საერთოდ? ძალიან ბევრი რამეა. გითხა, ძალიან ბევრი რამეა. აქ იმის გამო შეიძლება მოусმინო რა. ბევრი რამეა მნიშვნელოვანი კითხვა ის. ხო, ბიოლოგიაში შექმნის შემოვეჭრება, ჯერ აშის მედავება იმაში სოციალურ სარაკეთებდა. ასიცური ჩამაცინა. ასეთი შინაარსში შესვლა შეიძლება ტექსტებს, რომელიც საპროცესო კოდექსში წერია. ბიოლოგიაში რაც არ წერია იმას შექმნა. თქვენ საერთო ანალიზს აკეთებთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა იმ ერთწებოვანზე ან ორზე ან სამზე, რომელზეც არ არის ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, აი ამ ჩხირიდან, ტამპონიდან, ბამბის თავიანთი ჩხირიდან მოხდეს ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში თუ სხვაზე იყო. გასაკეთებია რა? მოსამართლე და გადაუწყვეტავდა შენ რატომ იწვა? არ გიწვდა, რომ თავი შეიკავ მძავს ის როგორ გასაკეთებია ამას რომ რა ქმედება, რა საქციელია? თავი შეიკავ თავი. არ შევიდა საჯარბაში შეურაცხყოფა. თეორიულ ალბათობებს და შესაძლებლობებს ვერ გამოვირცხავ და ვერ დავდას. ეს არის ყოველთვის პასუხი არც კი არც არა. რასაც კვლევა მე პირადად არ ჩამიტარებია, ის ყველაფერი თეორიული ალბათობა, რასაც ვიცით. გამორიცხავ თუ არა იმის არსებობას, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა ამ შემთხვევაში იყო თეორიულად ჩემი, ასე წინისოდ დოფრის სახით მაგალითად არსებობდეს ჩემ ჯიბში.
არის შესაძლებელი. თუმცა არა, და ის გავხსნა ერთად და ისე თეორიულ ცოდნას ამოწევთ, ან თეორიულ კითხვას სვავთ, შესაძლებელი არის რომ და ამავდროულად უბრალოდ გასაგებია, რომ ჩვენ წარმოშობის ძებს არ ვსვავთ. მათ მოახერხეს ჩადება და მაშინ მათ მოახდინეს კონკრეტულ ობიექტებზე ანაბეჭდის შეცვლა და გაყალბება, ანუ ბიოლოგიური მასალის ზედდატანა. შესაბამისად ეს კითხვები სპეციფიკური, რომელიც ეხება ბიოლოგიური მასალის მოქმედებას, მტკიცებაზე, ამაზე პასუხი კომპეტენტური აქვს მხოლოდ ექსპერტს. შესაბამისად, ამიტომ არანაირი თეორია და მეცადინეობა არ არის, აქ არის კონკრეტული პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივად გაყალბებული მტკიცებაზე დასმული კითხვები. წარმომავლობა და ასე შემდეგ თეორიული საკითხები ყოველთვის ეხება პრაქტიკას. გიორგი ახობაძის დღევანდელი სხდომა ერთი მოწმის დაკითხვით დასრულდა. ერთადერთი მოწმე ექსპერტი, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა, არის ბიოლოგიური ექსპერტი სამხარაულის ბიუროდან არჩილ მუსელიანცის პროცესიც დასრულდა. მის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ბრალდებულის, ასევე დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდა იმ ტექნიკური ხარვეზის გამო, რის გამოც საბოლოოდ მოსამართლემ გააძევა დამსწრე საზოგადოება.